როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ღმერთი გვეცნო და თუ ღმერთს ვიცნობდით, ამ ცნობიდან გამომდინარე შესაბამისად ვიცხოვრებდით. სანამ ღმერთი ადამიანად მოვიდოდა, ჩვენ მქონდა სადღაც გამართლება, ვერ ვიცანი, ვერ ცნობ ღმერთს. არ მით უმეტეს, როცა აბრაამს გამოეცხადა და აბრამმა იცნო, როცა შეიქმნა, ვთქვათ, ერი ისრაელი, რომელმაც იცოდა საღვთო გამოცხადება და მე ვიყავი სხვა ერის შვილი, ვთქვათ, გარკვეული გამართლებას ჰქონდა, რომ ჩემ ერს არ გამოცხადებია ისრაელი ერის კუთვნილებაა რაღაც გარკვეულწილად და ამიტომ თითქოს პასუხისმგებლობას ნაკლები იყო. მაგრამ როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა და მოვიდა ყველასთვის, ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა იმათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათიან, როცა მთელ სამყაროში გავრცელდა ღვთის სიტყვა, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, ზოგმა ერმა მიიღო, ზოგმა არ მიიღო, მაგრამ ვინც არ მიიღო, იქაც გავრცელდა და იქაც იცია, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა. ხოლო ვინც მიიღო, ის ერები კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით არიან დატვირთული. თითოეული ჩვენგანი შესაბამისად ამ პასუხისმგებლობის ქვეშ ვართ. ღმერთი მოვიდა ადამიანად, რატომ ვერ იცანი? აი შენ რატომ ვერ იცანი? მით უმეტეს თუ იმ ერის შვილი ხარ, რომელმა ერმაც მიიღო და ამ ცოდნის შესაბამისი, ამ გამოცხადების შესაბამისი კულტურა შექმნა, ანუ ცხოვრების წესი შექმნა, ყოფაშიც კი თვით და ამ ერის შვილი რო ხარ, რატო ვერ ცნობ? ხო საინტერესოა, რატო ვერ ცნობ?